არასდროს მიეჯაჭო ადამიანს, რომელმაც შენდამი ცოტაოდენი ყურადღება გამოიჩინა, მხოლოდ იმიტომ, რომ მარტო ხარ. მარტოობა ეს ადამიანის გამოცდილების ნაწილია. მდგომარეობა, რომელსაც ყველანი ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში გრძნობთ. ის შეიძლება იყოს კიბნეული, მაგრამ ამ სიცარიელის შევსების მცდელობა ნებისმიერით კიდევ უფრო დიდ სიცარიელეს გვიკვირს. მარტოობა გვახსენებს, რომ არსებობს სივრცე ჩვენში, რომელსაც მხოლოდ ჩვენვე შეგვიძლია გავუგოთ. მარტოობა ეს არის გამოწვევა, ჩავიხედოთ ჩვენში, გავაცნობიეროთ ჩვენი სურვილები, შიშები და მისწრაფებები და ასევე გავაძლიეროთ კავშირი საკუთარ თავთან. ვერავინ შეძლებს ამ სიცარიელის სრულიად შევსებას, რადგან ის განკუთვნილია მხოლოდ ჩვენი გაგებისა და მიღებისთვის. იმის ნაცვლად, რომ ვინმეს მივეჯაჭოთ მარტოობის შიშით, გამონახეთ, რომ უკეთ გაიცნო საკუთარი თავი და მიხევი იმას, რაც სიხარულს მოგანიჭებს, რაც ჩვენს ნებებს ამოძრავებს, გააცნობიერე რა გინდა სინამდვილეში ცხოვრებისგან და ურთიერთობისგან. როცა ღრმად გაუგებ საკუთარ თავს, შეძლებ აირჩიო ის ადამიანი, რომელიც ნამდვილად ავსებს შენს ცხოვრებას და არა უბრალოდ იკავებს ადგილს მასში. ნამდვილი კმაყოფილება ჩემოკარგებო იბადება შიგნიდან. ხოლო საუკეთესო ურთიერთობები ისინი არიან, რომლებიც აძლიერებენ უკვე შენს მიერ შექმნილ მთლიანობას. ასე რომ ჩემოგარგებო მარტოობა არ შეგაშინოთ. გახსოვდეთ ეს ყოველთვის დროებითია. როდესაც ჩვენ გაირკვევი საკუთარ თავში, შენ აუცილებლად ნახავ ზუსტად იმ ადამიანს, ვისთანაც თავს ძალიან ბედნიერად იგრძნო.